ეს არის ჩვენს ყოველდღიურ პრაქტიკაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა. გულისხმობ იმას, რომ გასტრო და კოლონოსკოპიის დროს, გასტროსკოპია არის ზონდის გადაყლაპოს, რაც ვეძახით და კოლონოსკოპია არის უკანა ტანიდან იგივე პროცესი გაკეთება. ამ დროს ბიოფსიების არ შეგროვება. ბიოფსია რა არის? ის ქსოვილი ძალიან პატარა, რაღაცა 1 ან 2 მილიმეტრი ზომის და დიამეტრის ნაწილის აღება კუჭიდან, ნაწლავიდან თუ იმ ადგილიდან, რაც ათვალიერებს ექიმი რა. ბიოფსიების დაკლება, არასაკმარისად შეგროვება არის ერთ-ერთი წამყვანი პრობლემა ქართულ გასტროენტეროლოგიაში, რის გამოც ქართული გასტროენტეროლოგიური მორფოლოგიაც ნაკლებად არის განვითარებული სამწუხაროდ და მოთხოვნაც ექიმების და პაციენტების ასე ვთქვათ, კუთხიდან ამ კვლევაზე ნაკლებია რა. არა და ეს შეცდომაა და ამ ვიდეოში ახლა ვისაუბრებთ იმ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტზე, რომელიც შეიძლება დაგაკლდეთ თქვენი დაავადებების კვლევის დროს, თუ გასტროსკოპიის და კოლონოსკოპიის დროს ბიოფსიებს არ შეაგროვებთ საკმარისი რაოდენობით. ბიოფსიებით ხდება მაგალითად ზოგიერთი დიაგნოზის დადასტურება, მაგალითად ცელიაკიის, მიკროსკოპული კოლიტის და კიდევ სხვა არაერთი დიაგნოზის დადასტურება ხდება ქსოვილების გამოკვლევით. აი მიკროსკოპული კოლიტი საერთოდ როგორი დიაგნოზია, იცით? ძალიან ერთ-ერთი ყურადღება ყველაზე არ მიქცეული დიაგნოზი ჩვენ ქვეყანაში, როდესაც ვიზუალურად საერთოდ არ არის ცვლილებები, ანუ პაციენტს აწუხებს დიარეა, იკვლევს რაღაცა წლების განმავლობაში ამ დიარეას და ენდოსკოპია კეთდება 10 ჯერ კეთდება და საერთოდ არ წყლული, არც ანთება, არც არანაირი ნასახი ენდოსკოპიურად არ არის. მხოლოდ ქსოვილების გამოკვლევით თუ გაიგებს ექიმი, ეს დიაგნოზი აქვს პაციენტს თუ არ აქვს. ცელიაკიის დიაგნოზის ვერიფიცირება. ცელიაკია, როდესაც გართულებულია და კარგად არის გამოხატული, შეიძლება ენდოსკოპიურად გავდეს ძალიან დამახასიათებელ სურათს იძლეოდეს, მაგრამ ცელიაკიის ადრეული სტადია, როცა პაციენტი იკვლევს რაღაცა ტიპის არასპეციფიურ ჩივილებს, რომელიც მაინც ცელიაკას არ მიუთითებს, მაგრამ მის ექიმს უნდა ცელიაკიის გამორიცხვა, ეს მხოლოდ ქსოვილში თუ მოხდება, თორე ვიზუალურად ასე შეიძლება საერთოდაც არ გავდეს თავის თავს. ბიოფსიებით ხდება სხვადასხვა კიბოსწინარე პროცესების იდენტიფიცირება ქსოვილებში, რომელიც ვიზუალურად მართლა ვერ გაირჩევა ვერაფრით. მაგალითად, ბარეტის აყლაპავის დროს, ან წყლოვანი კოლიტის დროს, ქსოვილების აღებას და მათ კვლევას დისპლაზიის ხარისზე, დისპლაზია არის უჯრედის გადაგვარების ერთ-ერთი ფორმა, რომლიდანაც შესაძლოა მერე სიმსივნური პროცესები დაიწყოს. ამაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის მართვაში. ამის მიხედვით ექიმმა შეიძლება ურჩიოს კონკრეტული ჩარევები, სამკურნალო ჩარევები, ინვაზიური პროცედურები. ბიოფსიების ხდება სხვადასხვა კერის აღწერა. მაგალითად, აი წყლული რო ავიღოთ, მაგალითად კუჭის წყლული, აი ამ მაგალითზე რო გესაუბროთ. კუჭის წყლულის დროს მისი კიდეებიდან ბიოფსიების აღება არის აუცილებელი პროცესი, იმიტომ რომ ვიზუალურად შეიძლება ენდოსკოპისტმა და გასტროენტეროლოგმა ვერ გაარჩიონ ეს წყლული სიმსივნური არის თუ უბრალოდ წყლულია, რომელსაც ინფექცია იწვევს, ჰელიკობაქტერია მაგალითად და მარტო ანტიბიოტიკით და წყლულის საწინააღმდეგო, მჟავიანობის საწინააღმდეგო წამლებით მკურნალობა საჭიროებს. ანუ ხვდებით ხო, რამდენად დიდია განსხვავება მართვის ტაქტიკაში. ერთია რომ ნახულობს რაღაცა წარმონაქვს, რომელიც ვიზუალურად შეიძლება კიბოც იყოს და ჩვეულებრივი წყლულიც იყოს და შეიძლება ენდოსკოპისტმა ზეპირად დაასვენოს, რომ არა სიმსივნე არ იქნებაო. ამის დასკვნა ხა სტატისტიკურად ამის ალბათობა ისედაც უფრო დიდია. ხო, ეხლა სიმსივნე რო არ იყოს, ამის ალბათობა ისედაც უფრო დიდია, ყველანაირი გამოცდილების გარშე შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ სიმსივნე უფრო იშვიათია ვიდრე ჩვეულებრივი წყლული. მაგრამ ვიღაცასთან, ვიღაცა ერთ პაციენტთან ხო გაიპარება სიმსივნური წყლული, ამიტომ აუცილებელია ამის დადასტურება, რომ მერე გასტროენტეროლოგმა მშვიდად უმკურნალოს და იცოდეს სიმსივნეს მკურნალოს თუ წყლულს მკურნალოს. ასე რომ რაღაცა დაზიანების კერის აღწერისთვის და ვერიფიკაციისთვის ბიოფსია აუცილებელია ზოგიერთ შემთხვევაში. სხვანაირად, ალალბედზე არის, გარტყმაზე არის დიაგნოზის დასმა და ალალბედზე შეიძლება გაარტყას რაღაცა დიაგნოზები ექიმმა, მაგრამ მაინც არ ღირს გარისხვა, როცა არსებობს უფრო უსაფრთხო გზა ადამიანის დაკვლევისთვის, რატო უნდა გაირისკოს, ხო? და ბოლოს ბიოფსიების შეგროვება არის აუცილებელი როგორც მკურნალობის ტაქტიკის ასარჩევად, ასევე მეტვალყურეობის ინტერვალების განსასაზღვრად. ანუ ბიოფსიების და მორფოლოგიური კვლევის პასუხის მიხედვით თქვენმა ექიმმა შეიძლება გითხრათ, რომ მარტო დიეტა იყოს რაღაცის მკურნალობა, მარტო წამალი იყოს რაღაცის მკურნალობა, მოდი ქირურგია იყოს რაღაცის მკურნალობა, მოდი ენდოსკოპიური პროცედურა იყოს რაღაცის მკურნალობა. ანუ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, რეინჯია, რაც შეიძლება, ანუ საერთოდ არაფრიდან დამთავრებული ქირურგიამდე ეს ყველაფერი შეიძლება ექიმმა გირჩიოთ მარტო ბიოფსიის პასუხის მიხედვით. ვიზუალურად კი არა, ბიოფსიის პასუხის მიხედვით. ასე რომ ბიოფსიის ცოდნა მკურნალობის ტაქტიკის ასარჩევად არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მეთვალყურეობის ინტერვალების განსასაზღვრად. ზოგიერთი მორფოლოგიური კვლევის მიხედვით შეიძლება პაციენტს უთხრას, რომ 3 წელში გაიკეთოს კონტროლი, 1 წელში, 7 წელში, 10 წელში და ასე შემდეგ. ამითაც ექიმმა უნდა იხელმძღვანელოს რაღაცა გარტყმაზე და ვარაუდზე, არამედ ამ მორფოლოგიური კვლევის შედეგებით. იმედი მაქვს ძალიან მოკლედ, მაგრამ ძალიან ინფორმატიულად მოვიტანეთ თქვენამდე ინფორმაცია, რატომ არის თქვენი ჯანმრთელობისთვის, თქვენი გასტროენტეროლოგიური კეთილდღეობისთვის ბიოფსიების შეგროვება აუცილებელი ენდოსკოპიური პროცედურების დროს. განსაკუთრებით თუ მე რამდენიმეღაცა ჯერ იკეთებთ ამ ენდოსკოპიურ პროცედურას და ბიოფსიას ისევ არ იღებს ექიმი,
სანამ პროცედურას ჩაიტარებთ, ჯობია რომ მასთან გაიაროთ სერიოზულად ეს საკითხები, რომ ბიოფსიების აღება არის თუ არა აუცილებელი, თუ არა რატომ, თუ კი რატომ, თუ არა საერთოდ რატო კეთდება მაშინ ენდოსკოპიური პროცედურა, რა უნდა ნახოს იქ ექიმმა ახალი. თუ ეს ბიოფსია არ ჭირდება, მაშინ ხო ეს უნდა აგიხსნათ ხო ექიმმა ლოგიკურად, რომ ამ ჭირდება ბიოფსია ვიზუალურად მაინტერესებს უბრალოდ და რა მაინტერესებს, რა უნდა ნახოს ახალი ამ ვიზუალურად ხო ექიმმა, ესეც გასავლელი საკითხია, სანამ კვლევა დაიგეგმება. თუ ბიოფსიები დაიგეგმება, ასე ზოგადად ყველა ბიოფსია ერთ იგივე კი არ არის, იქ ექიმმა წინასწარ რომ დაგიწერთ სამედიცინო დასკვნას აუცილებლად უნდა გაგატანოთ ეგ დასკვნა ენდოსკოპისტად და იმან უნდა წაიკითხოს რომ აბა ვინ არის პაციენტი, რას ვიკვლევ, ცელიაკიისთვის ჭირდება მასალები, ის 6 მასალა იქიდან, 2 მასალა აქედან, ატროფიულ გასტრიტს თუ ვიკვლევ სხვანაირად მასალები, მიკროსკოპულ კოლიტს თუ ვიკვლევ სხვანაირად მასალები. ანუ ასე უბრალოდ ქსოვილი ავიღეთ ეგ არაა საკმარისი. ანუ ეგ არ გეგონოთ რომ გამოკვლეული ხართ რა. ქსოვილს რომ ვიღებთ, უნდა ვიცოდეთ საიდან ვიღებთ და როგორ ვიღებთ და ბოლოს მორფოლოგთან ვინც უნდა გამოიკვლიოთ ეს ქსოვილები, უნდა შევიდეს თქვენი ენდოსკოპიის დასკვნაც, თქვენი ექიმის ჩანაწერით ვინახართ და რას იკვლევს საერთოდ და რას ეძებთ და რა კითხვაზე უნდა გავწეთ პასუხები და მერე უკვე მორფოლოგმა უნდა დაწეროს ამ ყველაფრის შეჯერების მიხედვით დიაგნოზები. ასე რომ ძალიან რთული საქმეა, ზოგადად გასტროენტეროლოგ კვლევა ძალიან რთულია და სანამ ამ კვლევაში შეხვალთ, კარგად უნდა გაიაროთ ყველა დეტალი თქვენს ექიმთან, რომ ისე არ აღმოჩნდეს, რომ მერე ტყუილად ჩაგიტარებიათ კვლევები და თავიდან მოგიწიათ სამწუხაროდ დროის, რესურსის და ჯანმრთელობის დახარჯვა ამ ყველაფერზე. ჯანმრთელობას გისურვებთ.